თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა 630 აბონენტისთვის თანამედროვე ევროსტანდარტების შესაბამისი მრიცხველების დასამონტაჟებლად საქციო საზოგადოება ენერგოპრო ჯორჯემ 199,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასთან ერთად ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდა. ძველი კაბელები ახალი სადანებით, ხის ბოძები კი რკინა-ბეტონის ბოძებით შეიცვალა. სოფელ ეწერში მიმდინარე სამუშაოების დასათვალიერებლად ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ჩავიდნენ. მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი. ჩვენ ამ თვალს ვიმყოფებით სოფელ ეწერში, სადაც 630 ახალი აბონენტი შეიქმნება. თითოეულ ამ აბონენტს ექნება საკუთარი მრიცხველი, რომლის შესაბამისად იქნება მის მიერ უშუალოდ მოხმარებული ელექტროენერგია აღრიცხული. გამოყვანილია გაზი, ასევე არის დაგებული გზა და მინდა ასევე მოსახლეობას უთხრა, რომ ეს პრობლემაც უგვარდება. ჩვენ ყველა სოფელში ვაპირებთ, რომ იგივე პროცესი დაიწყოს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სოფელი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი რგოლი ზოგადად ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ენერგოპრო ჯორჯი არა მხოლოდ ამ სოფელში, მთლიან საქართველოს მასშტაბით სოფლებში აკეთებს გამრიცხველიანებას და ეს პროცესი დაახლოებით 2013 წელს დასრულდება მთლიანად.